კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივი საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას. ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღე არის ჩვენთვის, რადგან რეგიონს ემატება ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან და შესაბამისად ჩვენ გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისათვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ სრულად დავტვირთოთ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი. ზოგადად ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისათვის, რომ მომხდარ იყო რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, შეიძლება ითქვას, რომ არის ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოწყობილი. ამ პროექტზე ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები, რადგან მომხდარ იყო სრული დასრულება ამ პროექტის. ჩვენ უკვე დავასრულეთ აზერბაიჯანის მხარესთან ერთად ეს პროექტი და სრულად მივიღეთ ექსპლუატაციაში. ეს პროექტი ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპასთან დაკავშირება ხდება გაცილებით მარტივად. პრემიერ-მინისტრი ივნისის ბოლოს პარლამენტს მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. სამთავრობო პროგრამის განხორციელების ანგარიში მოიცავს გასული წლის 1 ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს და ასახავს საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. ანგარიში ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სფეროებს. დოკუმენტში წერია, რომ მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. გასულ წელს კი საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით. 88 გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და მოიცავს ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება, სადაც ვაშინგტონის მხრიდან მკაფიო მზაობაა დაფიქსირებული საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ახალი ურთიერთობების დასაწყებად პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. გზავნილში ხაზგასმულია თუ რა როლი უნდა კონდეს ოპოზიციას დემოკრატიულ პროცესებში და ის, რომ ოპოზიციამ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის უნდა გამოიყენოს. მმართველი გუნდი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მიესალმება. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, სწორედ რადიკალიზმი უშლის ხელს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. დიპლომატიური ენით არის განცხადება გაკეთებული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მკაფიო მესიჯებს შეიცავს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომელსაც პირდაპირ ეუნებიან იმას, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუ კი გამოხატავ გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის პოზიცია, სასაკვირველი უნდა იყო პარლამენტში. და არ უნდა ზრუნავდა იმაზე, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში, პირდაპირ მიუთითებენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა და ამავე დროს საკმაოდ საინტერესო არის შეფასებები ორხრივ ურთიერთობების პრინციპებისა. ხაზგასმით არის სწორედ აღნიშნული ის ფუძემდებლური პრინციპები, რაც ნამდვილად ნორმალურ, ასე ვთქვათ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ სუვერენულ სახელმწიფოებს შორის უნდა არსებობდეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამავდროულად აიყო პირდაპირი მოწოდება მათ შორის ოპოზიციის მიმართ, რომ ის დესტრუქცია, რითაც იკვებებოდა ეს ოპოზიცია და კვებავდა ჩვენი მოქალაქეების ნაწილს, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, გაშიშვლებულია, რომ ეს არ უწყობს ხელს არც ქვეყანას და არც, რა თქმა უნდა, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ხედავთ სწორედ პარტნიორული ურთიერთობების სურვილს, რომ ნაბიჯები იდგმება უკვე იქითკენ, რომ პარტნიორული ურთიერთობები უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. ამ წერილში საუბარი არის სწორედ იმ სურვილზე, რომ დიახაც, რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელი არის ჯანსაღი ოპოზიცია. აუცილებლად შეივსება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით და პარტიებით ის ველი, რომელიც აუცილებლად დაკარგავს დაცმოძრაობის სახით პოლიტიკურ პარტიას.
რატომ არ იბარებს გერმანია საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს და რატომ არა ამ დრომდე განახლებული საგარეო წყობის ვებგვერდზე საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. ოფიციალურ თბილისს ბერლინისგან განმარტება ამ დრომდე არ მიუღია. მმართველი გუნდი გერმანიას პოლიტიკურ დემარშსა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, მსგავსი არადიპლომატიური ქცევებით გერმანია საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას ცდილობს. ინფორმაციები, რომელსაც ფიშერი უკვე დაუფარავად გამოხატავს, ისევე როგორც მიხეილ როთი და სხვაები, ვინც აქ იყვნენ, რასაკვირველია მეუთითებს იმაზე, რომ გერმანიას ამ შემთხვევაში ხელისუფლების რგოლს, სახელმწიფო რგოლს შეიძლება კონდეს საქართველოს მიმართ გარკვეული მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სწორედ ის გაღიზიანების ეს მიზეზი, რომელიც ამ შემთხვევაში ან გვერდის განუახლებლობაში, ან ელჩის დამტკიცებაზე თავშეკავებაში გამოიხატება. ასაკურელი ეს პოლიტიკური დემარშია. Himilis მომგვრელია გერმანიის აქციელი, მით უმეტეს, როდესაც აგრემანი გაცემულია, უკვე რწმუნებათა სიგელის მიღება წინ არაფერი არ უნდა ედგეს, მაგრამ ყოველგვარი კონვენციების, ვენის კონვენციის დიპლომატიის ზოგადი წესის დარღვევით ხდება გერმანიის მხრიდან ესეთი არადიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვიმოდერნებთ, რომ დროულად მოხდება მეგობრულ და პარტნიორულ სივრცეში დაბრუნება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლებისა საქართველოსთან მიმართებით პროცედურებს წელავენ. აი ზუსტად იმიტომ, რომ როგორმე აქ მათმა ელჩმა რაღაცნაირად არეულობა შემოიტანოს. ვერ ახერხებს, მაგრამ რა თქმა უნდა მათი მოწოდება ეს არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. აი როგორც 3 წლის წინ ვამბობდით, რომ ამერიკასთან დაალაგდებოდა ურთიერთობები ნელ-ნელა, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლეს მხარეს ვართ და სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ასევე მოხდება გერმანიაშიც, იმიტომ რომ კარგად ვიცით გერმანული საზოგადოება რომ არ არის კმაყოფილი გერმანიის დღევანდელი ხელისუფლებით. ძალადობის გაღვივება, LGBT დღის წესრიგი და უკონტროლო მიგრაცია. ერთიანი ნეიტრალური საქართველო ევროპაში არსებულ კრიზისზე ვრცელ წერილს აქვეყნებს და deep state-ის გავლენებზე მიუთითებს. ქსამილში მასშტაბურ ძალადობრივ პროცესებზეა საუბარი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებას მოყვა. როგორც წერილში აღნიშნული, ბოლო წლებში ანალოგიური წარმატებები მუდმივად ძალადობით სრულდება, თუმცა ჯერ კიდევ 30 წლის წინ რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო. ნეიტრალური საქართველო ცვლილებებს სწორედ deep state-ის გაძლიერებას უკავშირებს. დღეს მივიღეთ შედეგი, როდესაც პოლიტიკურმა სისტემამ შეინარჩუნა ფორმა, თუმცა დაკარგა შინაარსი. დღეს დღეისობით რიგითი ევროპელი მოქალაქე, რომელიც ისჯება კონსერვატიული პოზიციისთვის და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო ფულინგის მსხვერპლი ხდება, მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში კი გამუდმებით ფსევდოლიბერალური შეხედულებების ერთადერთ ჭეშმარიტებად გასაღების მცდელობებს აწყდება, არჩევნებზე მისულს ერთი შეხედვით განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებსა და კანდიდატებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. სინამდვილეში კი როგორც წესი, პრაქტიკულად ყველა მათგანი deep state-ის მორჩილია და მათ დავალებებს ასრულებს. როგორც წესი, მსგავს სისტემაში, რომელიც დღეს რიგ ევროპულ სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, ისეთ იდეებზე, რომლებიც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალურ პოზიტიურ გავლენას ვერ ახდენს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის გამუდმებული ჭიდილი მიმდინარეობს. თუმცა, ღირებულებით, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც წესი, იმ პარტიებს შორის, რომლებიც მართვის მანდატს ინაწილებენ, სრული კონსენსუსი არსებობს. ასეთ პირობებში ერთი მხრივ deep state-ის მორჩილი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები, ხოლო მეორე მხრივ იმავე deep state-ის გავლენებს დაქვემდებარებული ევროკავშირის დიქტატი ევროპულ სახელმწიფოებს საკუთარი თავის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. LGBT დღის წესრიგისა და გენდერული თეორიების დამკვიდრება, უკონტროლო მიგრაცია, ეკონომიკური გამოწვევების უგულებელყოფა, გართულებული ბიუროკრატია და უშინაარსო რეგულაციები განაპირობებს, რომ ევროპული საზოგადოება ტრადიციულ იდენტობას კარგავს და პარალელურად ღარიბდება, რაც სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება. ინერციით რიგითი ევროპელი მოქალაქის კეთილდღეობის ხარისხი დღემდე მაღალია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2008 წელთან შედარებით მსოფლიო ეკონომიკაში ევროპის წილი მკვეთრად შემცირდა. ევროპელი ადამიანი კი დღეს უარესად ცხოვრობს, ვიდრე 2 ათეული წლის წინ. ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად deep state-ის მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ, რაც ჩანასახშივე გამორიცხავს იმ ფუნდამენტურ იდეოლოგიურ
იდეებს, რომლებსაც თანამედროვე დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ევროპულ ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისები და სამთავრობო გუნდების ცვლილებები, გახშირებული რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლებების მიმართ მზარდი უკმაყოფილება, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მმართველი ძალებისადმი არსებული დადებითი განწყობების ისტორიულად მინიმალურ მაჩვენებლებში ითარგმნება. დღეს ევროპული საზოგადოება იაზრებს, რომ რეალური ცვლილებებია საჭირო, თუმცა არჩევანის გაკეთება ისეთ ძალებს შორის უწევთ, რომლებსაც Deep State-ის მორჩილება აერთიანებთ. ბუნებრივია, ამ ფონზე არაფორმალური ოლიგარქიული ძალები პოლიტიკური პროცესის იმიტაციას ქმნიან, რადგან მნიშვნელობა არ აქვს მათი მორჩილი, რომელიც ძალა დააზიანებს ხალხის ინტერესებს. იდენტობა დაკარგული და გაღარიბებული ადამიანები კი, რომელთა მართვა სულ უფრო და უფრო მარტივი ხდება, არჩევანს Deep State-ის შეთავაზებულ ვარიანტებს შორის აკეთებენ. როდესაც დასავლეთსა და დემოკრატიულ იდეალებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის საზოგადოებამ თითქოს მოჯადოებული წრეკა არ ხვია. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე ძალებზე უარი თქვა და ის პრეზიდენტი, ის ადმინისტრაცია აირჩია, რომლებსაც კონსერვატიული ღირებულებები აქვთ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს კითხვა. დღესდღეისობით მეინსტრიმული იდეოლოგიისგან მკვეთრად განსხვავებული კანდიდატის გამოჩენა ამერიკელ ხალხში სწრაფად მზარდი უკმაყოფილების დროებით განეიტრალებას და რეალური ალტერნატივის გაჩენის ილუზიის შექმნას ხომ არ ისახავდა მიზნად. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებული შტატებიც კვლავ Deep State-ის გავლენით იმართება. საჯარო სივრციდან ზიზღის ენის გაქრობა, ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნას. როგორც სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, ძალადობის წამხალისებელი ლექსიკა ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან არის თავს მოხვეული. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საზოგადოების პოლარიზაციის მცდელობებზე ადეკვატური ზომების მიღება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ცნობისთვის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა. უწყება ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგს განახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. მიუხედავად უთანხმოებისა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, აზრისა, მიღება მიუღებლობისა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა, ურთიერთობა უნდა მიმდინარეობდეს ნორმალური ვორდინგით. ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამ ზიზღის ენის და ერთმანეთის მიმართ ესეთი უშველი სიტყვებით მიმართვისაგან. რაც საბოლოო ჯამში არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ხელისუფლების ინტერესში, არის სრულიად საქართველოს საზოგადოების ინტერესში, იმიტომ ეს დაუფარავი ზიზღი და ბულინგი მოქმედებს როგორც პოლიტიკური ვითარების დამძიმებაზე, ასევე კონკრეტულად ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. შურის, ბოღმის, ძალადობის წახალისების შემცველი ლექსიკა ჭარბობს ჩვენს აი ამ საჯარო მოცემულობაში, რაც იყო სრულიად თავსმოხვეული უცხოეთიდან დაფინანსებით, აქაური რადიკალების ატაცებით, თუმცა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა შესაბამისი საკუთარი როლი გამოკვეთოს იმ საკმაოდ მძიმე მანკიერი მოცემულობის აღმოსაფრთხებლად, რასაც გვია სწორედ აი ამ ენის გაქრობა. სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღკვეთის მიზნით გამრიცხველიანების პროცესი იწყება. ოფიციალური მონაცემებით მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ გასულ წელს 133 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, რაც საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე 10 ჯერ მეტია. მსგავსი ტიპის დასახლებებში ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მოხმარების მაჩვენებელი მაქსიმუმ 10 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს. დარგი სპეციალისტების განმარტებით ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება საბოლოოდ დიდი წნეხია მთელი ქვეყნის გადამხდელებისთვის და ენერგოსისტემისთვის. სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს პირველ რიგში ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვას და თავისთავად ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფას. ხაზგასაცმელია, რომ ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება არის დიდი წნეხი და უნდა აღინიშნოს 2025 წელს სვანეთის ჯამურმა მოხმარებამ დაახლოებით შეადგინა 133 მილიონი კილოვატ-საათი. თუ შევადარებთ ანალოგიური დასახლებების მასშტაბებს, რომელთაც ყველა კომპონენტს გათვალისწინებით 10 მილიონი კილოვატ-საათია ჯამური წლიური მოხმარება, რა თქმა უნდა, ეს ამ ხელასხმაობა დიდი ფინანსური წნეხია, როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მონაწილეებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის და ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც არის ელექტროენერგიის ღირებულების გადამხდელი.
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები შეაჩერა, მიზეზად კი ლიბანში ისრაელის ქმედებები დაასახელა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით ირანისგან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ. დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მსგავსი განცხადება ირანის მხრიდან მოსალოდნელი იყო. ისივე თქმით, ვაშინგტონი ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაფართოებას არ გეგმავს, თუმცა ბლოკადა შენარჩუნდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ლიბანში ისრაელის დარტყმების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს. ყველა მხარეს მოუწოდებთ პატივისცემ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას და შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ, განაცხადა კაიროს გენერალური მდივნის პრესპიკერმა სტეფან დუჟარიკმა. ამასთან კაიროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის განცხადებით ლიბანში მილიონობით ადამიანი დგას იძულებითი გადაადგილებისა და საკვებზე ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე. რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა შენობები და ავტომობილები. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა. მოქალაქეები თავს მეტროს სადგურებს აფარებდნენ უკრაინული მედიის ცნობით, რუსები თავს დაესხნენ დნიპროსაც. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. 10 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია დაშავებული რუსების მიერ ხარკოვის 2 რაიონზე შეტევის შედეგად. სპორტის მინისტრმა ქართველ ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ოქროს მედალი ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 26,900 მე-1000 ქულა მოაგროვა, რითაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ულოცავ ნიტა ჯამაგიძეს ისტორიულ ოქროს მედალს, რომელიც მოპოვებული იქნა ბულგარეთში გამართულ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ტანვარჯიშში, მხატვრულ ტანვარჯიშში, გურზებით ვარჯიშში მან საუკეთესო შედეგი აჩვენა და დარწმუნებული ვარ, რომ ის შედეგი, რასაც ეს ბავშვი სტაბილურად უკვე აჩვენებს უკვე რამოდენიმე წელია, ვფიქრობ, რომ მომავალში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე დიდ ოლიმპიურ თამაშებზე იქნება წარმატებული. უბედნიერესი ვიყავი და ამაყირო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე. დიდი სტრესია ვიღე საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მეტი მომეთხოვა მომავალში და მეტი უნდა ვიშრომოთ ამისთვის. მან თავისი შრომით დაამტკიცა, რომ ძლიერია თავის თანატოლებში. მოიპოვა ოქროს მედალი დამსახურებულად და ამითი განაცხადი გააკეთა იმისა, რომ გაისად უკვე სალიცენზიო შეჯიბრებებში შეუძლია მან მიიღოს მონაწილეობა და ეს ნიშნავს იმას, რომ ლიცენზიანტი უკვე მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებზე. ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში სოფელ უწყისუმაში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, საპინკინგე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. პროექტის სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე მსოფლიო ბუნების ფონდის კავკასიის პროგრამის და ზავიდა კონსალტინგის კონსორციუმის მიერ განხორციელდა, რისთვისაც €1 მილიონ მეტი დაიხარჯა. ეროვნული სათხეო სააგენტოს ინიციატივით ადიგენის მუნიციპალიტეტში მოეწყო ეკოტურიზმისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, კერძოდ საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები, ვიზიტორთა თავშესაფრები. მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ეკოტურიზმის განვითარება ჩვენი სააგენტოსთვის წარმოადგენს პრიორიტეტს. ტყის მრავალმიზნობრივი გამოყენება არის ჩვენთვის მთავარი ერთ-ერთი ამოცანა. დღეს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. მდინარე მტკვრის აუზის მონიტორინგს გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მდინარე მტკვარზე აღებული იქნა წყლის სინჯები. ადგილზე განისაზღვრა წყლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და ასევე მძიმე ლითონების შემცველობა განისაზღვრება სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის
ანალიზის აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ასეთი იყო ახალი ამბები პოზიტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.